მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც იქნა TikTok-ზე 100,000 გამომწერი გაიწურა, ამიტომ ჩვენ ხულოდან ბეშუმში მივდივართ ფეხით. დაახლოებით არის 35 კილომეტრი, ამიტომ რაღაც უსტი. გამოიწერე, ვიძარით. ნელა ძუნძულით დავიწყებთ. აი. თაზექსას წყალობით ვიღები YouTube-ს. კამერებმა თქვა, უღრმეს მადლობა თაზექსას. და მოკლედ, წავედით. ეს იყო ჩემი პატარა მოგზაურობა ფეხით ხულოდან ბეშუმში. აი ჩემი გასავლელი გზა. ხალხო, გზა გრძელდება ძუნძულით როგორც ყოველთვის. დაახლოებით გავიარე 2 კილომეტრი სულ არაფერი. დარჩენილია 33 კილომეტრი. ბუმ ბიჭო. აი ასე რომ მიდიხარ და ასეთი ხო შეგხდება. იმენაშვება არა, იმიტომ რომ ვისმენ რაღაცეთ რომ აი რამ ხელა ჩანთამა ხმები ჩამომამგრია იმენა. ამიტომ რაღაც უსი გამოგვიწერეთ, YouTube-ზე 10,000 უნდა გავუწუროთ, ბუმ ბიჭო. და როგორც იქნა მივადექით დედაჭარის გესს, ამ გესის მშენებლობა დაიწყო 2014 წელს და დასრულდა 2021 წელს. ხალხო მივდივართ, დედაჭარის გესთან გავაწიეთ. აი გესი დამშრალი ყოფილა. წავედით მამაცო. 7, 8, 9, 10, a machine here. There you go. Nobody works like David in this house. 13. Come on. ხალხო, წამოერთად ვირბინოთ. არა ვერ წავხვარ. აი სადვარ ასე ძუნძულით დავირბივარ. უშენი კიდე დუბაი შოკოლადი რამდენი ამის დედა. მივდივართ ხალხო, მივდივართ, არ ჩერდებით. არც დაუღლილ ვარჩე. დაახლოებით 30 კილომეტრი დაგვრჩა, 5 კილომეტრი გაიწურა. ამიტომ რაღაც უცდი. გამომიწერე. ხალხო თითქმის პაქსაზეებთან ამოვაწია ქვის ვენებს ცოტა ხანს. აი დაახლოებით 8 კილომეტრი გამოვედით უკვე. ამიტომ რაღაც უსი გამოიწერე არხი. აი როგორი ხედებია. ეს გადაგარტყი ხომ. ხალხო 1 საათი არაც მოვდივარ და ძალიან ბევრი ხალხი მთხოვს უკვე გაგიყოლე, მაგრამ ჩვენ მაინც ფეხით მივდივართ. საღლო. ხალხო 10 კილომეტრი გაიწურა, 10 კილომეტრი. პაქსაძიებში ავდივართ და აი საოცრება ძლივს, ცივი წყალი შეხვდა. ძლივს. ხალხო დიოკნისში ამოვაწიეთ, დაახლოებით ვირბინეთ 3 საათი და აი ჩვენი დიოკნისიც. აგერ რა ვიდეოშიც გამოჩნდები ხა. ერთმა კაი კაცმა გვიცნო სახელი? რამაზ აბულაძე, ჩვენი კაცია. ხალხო ბევრი სიარულის შემდეგ ამოვედი სოფელ დიოკნისში. ხალხო ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე. დამგრეულ გზაზე გადმოვედი და ტვერია მტრისას იმენ. აი რამ ტვერში დავუდი. ისე მივდივარ და ერთმა კაცმა ვიცნო. დარო. რამ ტვერია. ხალხო ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე, მივაღწია როგორც იქნა ბოძაურში. აი რაც დამოვედი 3 საათი. აი აგერ კილომეტრობაც. აი რამდენი მაქვს ნავლი. აი, ამიტომ რაღაც უსტი დააჭირე გამოწერის ხილაკს. ბუმბი. ფუ, ამა ხედავ. როის დასრულდება დამგრეული გზა ბლა. ხალხო და როგორც იქნა ამოვედი რიყეთში, ახლა დრონი გავაფრინე, ვნახოთ დრონის კადრები როგორ იქნება. აი ხალხი არის ძალიან კარგი ხალხი არიან რა. წავანკიტრები მომწეს, წყლები მომწეს, წვენები მომწეს, ვაშლი, აი ყველაფერი, რა უღრმესი მადლობა ყველასაბა და წავედით. დარო. მარო ვიდები. აგერა. რიყეთში მყავს პანები ხედავ? გამაიწერო ნახევ. გამაიწერო ნახევ. პუშკინი. და როგორც იქნა ამოვედით რიყეთის წყალთან. ამბობენ ძალიან ცივი წყალია და ნახება.
ო, გაცივია, ეს გასინჯე. არა, გასინჯე. რაღაც 700 მეტრი და ბოძაურში ავალ ხალხო და კაი ბოლანოს ჭამთ. დარჩენილია დაახლოებით 15 კილომეტრი ბეშუმამდე. ვაფშე არ მოუღლელა ვარ, ძალიან ძნელი მეგონა, მაგრამ ვაფშე არ მოუღლელა. დააჭირე გამოწერით ხილაკს. ბუმ ბიჭო და როგორც იქნა ბოძაურში ამოვედით. ნახოთ, აბა აქ ავიხედები. და ბორანოის დროს მოუდაჯო. ოეთ ბოძაურში ბორანოზე აა. დევან არის პოეტ. დავი. გამოიწერეთ არხი. ბოძაურზე რამე თქვი, როგორი სოფელი არამე. ბოძაური არის ძალიან მშვენიერი სოფელი. დისციპლინა განვითარებულია. მათხოვრებები ძალიან საუკეთესო ტუყაფი არიან. შთამომავლობა ძალიან კეთილი ყავს. ბრიადოსნები არიან. მაღალდაბაგურებზე სწავლობენ ყველა. მშობლები ჩათვალის დამიცილები მშობლები ვართ. აბა. ჩვენ ღმერთმა მშვიდობიანი ჟები გატაროთ. მადლობა. გავსკითით აგერ ჭამაში და გავაგზავნებ გზას. ამიტომ რასუსი გამოიწერო ჯო. გამოიწერე ჯო. აი. ვაშლის გარე შაკიდან დაისლება ჯო. მისი ვაშლია ჯო? აგერ მეზობლის ბრატ. არ ხსემო. ამა ხედავ რა ვაშლები და ვთრიე ბოძაურში. ხალხო TikTok-ზე 100.000 გამომწერი გაიწურა უღრმესი მადლობა ყველას. მე სულ რაღაც 10 კილომეტრი დამჭა. აი ბოძაურში გავჩერდი, ვჭამევსვი და ვაგრძელებ გზას. უღრმესი მადლობა ყველას და YouTube-ზე 10.000 გამომწერი გავჭუროთ. ბუმ ბიჭო. აი ხალხო წყლის გარეშე ვიყავ, იმიტომ რომ ძიმე იყო და წყალს გზავს ვამბი. ერთმა კაი კაცმა მივიდა აცხა შორს და წყლები მომიტანა. უღრმესი მადლობა. და გავაგრძელოთ გზა. ბუმ ბიჭო. აი ეს გზა მქონდა გამოულილი მე და ეს გზა მქონდა დარჩენილი ბეშუმამდე. დავისვენე ხალხო და გავაგრძელოთ გზა ბეშუმისკენ. ბუმ ბიჭო. და როგორც იქნა ხალხო ბევრი სიარულის შემდეგ ავედით დანის პარაულზე. გამიიღე. ჰალო. ხალხო დანის პარაულამდე დამჭირდა დაახლოებით 6 საათი და 13 წუთი. აი 6 საათი და 13 წუთი. აი ჩემი გამოვლილი გზა. აი ეს არის ჩემი გამოვლილი გზა. ამიტომ რაღაც უცი დააჭირე გამოწერის ღილაკს. აგერ მოედანის პარაულის არის სტავლია და გზას ვაგზავნე. და ხალხო ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე ავედით თითქმის დაახლოებით იქნება 3-4 კილომეტრი. აი ესეც 360 კამერა. ამიტომ რაღაც უცდი, გამოიწერე არხი. ხალხო დაახლოებით 20 წუთი ჩამოვჯექი აქა, ახლა ანას გამოწვევა სრულდება და ბებოს თავსახურით დაახლოებით 1 კილომეტრს ვივლი. ბუმ ბიჭო. და ხალხო ანას სიგიჟე გამოწვევა სრულდება, წავედით. კაცი გამოსტევდება იმენა. დაცხა. ეუღალ ხალხი გამოსტერდნენ იმენა თავები გადმოყეს და მიყვირებდნენ. ვახჩე. აი ხალხო დაახლოებით ვიარე 8 საათი და ავედი ბეშუმში. აი და რომ მივალ კიდე ჩავწერე ერთ ვიდეოს, ამიტომ რაღაც უსწი. დააჭირე გამოწერის ღილაკს. ხალხო, ჩემი დანაპირები პირობა შესრულდა და ამოვედი ბეშუმში. უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედექით. დაახლოებით 8 საათი დამჭირდა 30 კილომეტრის ამოსვლაში და რაღაც უსწით, გამოიწერე არხი.